ციხისუბანი ძველი გორის იერსახეს რამდენიმე თვეში მიიღებს. ციხისუბნის განახლების მეორე ეტაპი აქტიურ ფაზაშია. მთლიანად დაიშალა დაზიანებული სახლები და მის ნაცვლად ახალი კედლები ამოშენდა. ყველა ბინის მეორე სართულზე ხელით ნაკეთი ხის აივნები დაამონტაჟეს. ამ ეტაპზე ელექტროგაყვანილობის, სატელეფონო და საკაბელო სადენების მოწესრიგება მიმდინარეობს. მთლიანად განახლდება ბუნებრივი აირისა და წყალკანალიზაციის სისტემებიც. პროექტის ფარგლებში გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 53 საცხოვრებელ სახლს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამჟამად მიმდინარეობს გზის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მოიწყოს ქვაფენილი, უნდა მოიწყოს შესაბამისად ტროტუარები და მთლიანად წერეთლისა და ჯუღაშვილის ქუჩაზე უნდა მოიწყოს გარეგანათების სამუშაოები, ანუ უნდა დამონტაჟდეს ახალი ლამპიონები და მოხდება შესაბამისად ახალი განათება. ძველი უბნის იერსახის გასაახლებლად სამშენებლო სამუშაოებს 5 კომპანია აწარმოებს. უბნის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას 200-მდე ხელოსანი უზრუნველყოფს. იყო ისტორიული ქალაქი, რომელიც არის გორის ერთ-ერთი ძველი უბანი. იყო დანგრეული. შენდება მისი კეთდება რეაბილიტაცია. გალამაზდება, დამშვენიერდება და ერთ-ერთი კარგი კუთხე შეემატება ქალაქ გორს. ჩვენ უშუალოდ აი მორბინას ვარემონტებთ. ვხადეთ სახურავი და აღვადგენთ, რომ თანამედროვე ბინებს აი ძველ სტილზე თანამედროვე ბინებს დავამგვამსებთ. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული შენობების პირველი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა. ზედა სართულზე კი უბნის ძველი მაცხოვრებლები დაბრუნდებიან, რომლებიც ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაქირავებულ ბინებში ცხოვრობენ. ლამაზდება, კეთდება. მოსახლეობისთვისაც კარგი არის, რომ სავაჭრო ცენტრები იქნება, ფარდულები იქნება. ისე რომ ტურისტი უფრო მალე მეტი ქალაქ გორში და საინტერესო იქნება უფრო ქალაქის დათვალიერება. უძველესი უბნის განახლება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. 4 მილიონ ლარად შეფასებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ციხისუბნის შენობები სრულად განახლდება და ძველი იერსახეს დაიბრუნებს, სექტემბერში დასრულდება.